დღეს გამოიკითხა გამოძიებელი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ამ ადამიანის მიერ ჩატარებული ვიდეო, ძირითად ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალის დათვალიერების ოქროთი. ეს არის მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა ბრალდების მხარე თავიდან ბოლომდე. დღევანდელი გამოკითხვით დავადასტურეთ და მე გულწრფელად მგონია, რომ არა მარტო ჩვენი პერსპექტივიდან დავადასტურეთ, არამედ ჩვენთან დასწრებით გამოძიებლის მონაწილეობით მოსამართლემაც უყურა ვიდეოს და მოსამართლემ საკუთარი თვალით ნახა, რომ მაშინ როცა თითქოს და თოკოთოშხუას და მინდია შერვაშიძის მხრიდან ძალადობას აღწევს გამოძიებელი, სპეციალურად განზრახდა მიზან მიმართულად ტოვებს მისი აღწერილობიდან ბიქა გოცირიძის მიერ მინიმუმ 2 ადამიანზე თავდასხმის ფაქტს. ამ ადამიანს საკუთარი ინიციატივით თუ სხვისი დავალებით დათვალიერების ჩატარებისას დასახული ჰქონდა მიზნად, რომ იტარებია და იკლია არა ფაქტთან დაკავშირებით, არამედ თოკოთოშხუას და მინდია შერვაშიძის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ ამ ადამიანის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ უნდა იქნეს გაზიარებული და მის აპირწონედ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ვიდეო მასალით, სადაც ასახულია ბიქა გოცირიძე როგორც პროვოკატორი, კონფლიქტის ინიციატორი, დანით შეიარაღებული თავდასხმელი, რაც გამორიცხავს არა თუ იმას, რომ ბიჭებმა ჩაიდინეს დანაშაული, არამედ ადასტურებს პირიქით ბიქა გოცირიძის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტს. თამარ გაბროშუმა გამოძიებელმა ასახა მხოლოდ ის ფაქტები, რაც მათი გადმოსახედიდან ამყარებდა იმ ბრალდებას, რა ბრალდებას ბიჭებს აქვს წაყენებული. არ ასახა ის ბრალდება, რომ ეს ადამიანები მანამდე თავისთვის ერთი სავალ ნაწილზე იჯდა, წყნარად იყვნენ, იქამდე სანამ ეს ამ ადამიანმა არ გამოიარა აგრესიულად გინებით და ლაივის გადაღებით. მიმართვის შემდეგ რატო იღებდა ლაივს, ეს კაცი გახდა აგრესიული, მანამდე აგრესიული იყო თავისთავად, იგინებოდა და უკვე მოხდა ის, რაც მოხდა. მხოლოდ ასახულია ის, რაც მათი გადმოსახედიდან ამყარებდა მათ სრულ ბრალდებას, რომელიც აქვს წაყენებული.